ივანიშვილის პრემიერმა მას მერე, რაც ხალხის გარეშე ცარიელუბნებზე ჩატარებული არჩევნები მოითავა, წარმომადგენლობით რესპუბლიკაში პარტიების ასაკრძალის სარჩელის წერა დაასრულა და ქუჩის დემონსტრაციებზე პარლამენტს პუტინისა და ლუკაშენკოს კანონმდებლობა მიაღებინა 50 კაციან დარბაზს, რომელიც პროპაგანდას თუ დაუჯერებთ გამოტენილი იყო სწავლას მოწყურებული სტუდენტებითა და ახალგაზრდებით, განათლების სისტემის დასამარების ამბიციური ხედვა წარუდგინა. მე ვარ ვასილ მათითაიშვილი და ამ ეპიზოდში რეჟიმის განათლების ახალ კონცეფციას მიმოიხილავ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მოიწონეთ ვიდეო და დავიწყოთ. მოდით სათითაოდ მივყვეთ. არსებული განათლების სისტემის გამოწვევებზე საუბრისას, რომელსაც წარდგენილმა რეფორმამ უნდა უპასუხოს, ივანიშვილის პრემიერმა ყველაფერზე ისაუბრა რეალური გამოწვევების გარდა. პირველ პრობლემად მან არც მეტი არც ნაკლები ხარისხიანი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასული ქართველი სტუდენტები დაასახელა. კობახიძის თქმით, არა სიღატაკის, დანგრეული ჯანმრთელობის, უსამართლობისა და უპერსპექტივობის, არამედ განათლების გამოწასული ქართველები ახალისებენ ქვეყნიდან მიგრაციას. გამოწვევები არის სერიოზული ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა. ძალიან ხშირად ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, შესაბამისად ეს ახალისებს რა თქმა უნდა მიგრაციასაც. მოდით მოვიხმოთ ფაქტები. იცით 2023-24 სასწავლო წლის პერიოდში სულ რამდენი ქართველი სტუდენტი გააგზავნა სახელმწიფომ საზღვარგარეთ სასწავლებლად? 900. არ მოგესმათ. 900. ამ მონაცემს კერძო პროგრამები რომ დავამატოთ, წელიწადში მაქსიმუმ რამდენიმე 1000 სტუდენტს მივიღებთ. ამ დროს მარტო 2023 წელს იცით რამდენი ქართველი წავიდა ქვეყნიდან ღირსეულ და სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრების სურვილით? 165,000. ეს ნიშნავს 10,000-ობით გახლეჩილ ოჯახს და 1000-ობით უდედმამოდ დარჩენილ ბავშვს, რადგან მათ მშობლებს ამ ქვეყანაში გადარჩენის იმედი გადაეწურათ. ხოლო რაც შეეხება საზღვარგარეთ გაგზავნილ სტუდენტებს, პირიქით, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა გაცდეს პოსტსაბჭოთა სახელმწიფო უნივერსიტეტების ყრუ კედლებს და ხარისხიანი განათლება მიიღოს, რათა ეროვნული განათლების სისტემის ტოტალური ჩაფეხვილობა ამით მაინც დავაბალანსოთ და დეკადაში მაინც მივიღოთ ისეთი თაობა, რომელიც განათლების, მედიცინის, მეცნიერების ახალ ტრადიციას ჩაუყრის ამ ქვეყანაში საფუძველს. ამის ნაცვლად კობახიძე ირწმუნება, რომ აგერ თვეების პერსპექტივაში ისეთ განათლების სისტემას ააგუგუნებს, რომ სტუდენტებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდებათ. ამ განაცხადს განსაკუთრებულ დამაჯერებლობას სცენდა ის ფაქტი, რომ პრეზენტაციას ქართული ოცნების ინტელექტუალური მეტრი მარიამ ლაშხრის ესწრებოდა და თანხმობის ნიშნად პრემიერს პერიოდულად თავს უქნევდა. იმავე საღამოს საკუთარ პროპაგანდისტებთან სტუმრობისას, სადაც ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს და ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს ხუთგვერდიანი ნაჯღაბნი მოსახლეობისთვის განათლების ეროვნულ კონცეფციათ უნდა მიეყიდათ, კობახიძემ დასძინა, რომ საჯარო სკოლები შესაძლოა 12-ის ნაცვლად 11 კლასიან სწავლებაზე გადავიდნენ. ხო, წინასწარ გავლილ კითხვაზე შეუშლის თუ არა ესწრება ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში ხელს, კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი ქართველი მოსწავლეების საქართველოში დატოვებაა. ჩვენ გვინდა რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატო უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები წავიდნენ ბრალად ქვეყნიდან. ამას იმ პარტიის წარმომადგენელი ქადაგებს, რომლის ჩინოვნიკთა უმრავლესობა შვილებს უზარმაზარი ხარჯით საზღვარგარეთ ასწავლის. თავად კი განათლება გერმანიაში, დუსელდორფის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. ჰომოსექსუალისთან ბრძოლით სახელგანთქმულმა კობახიძის წინამორბედმა ღარიბაშვილმა თავის შვილს არა მარტო პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარებინა, სადაც ყველაზე დიდი LGBT ცენტრია, არამედ ამერიკაში სასწავლებლად სახელმწიფო თვითმფრინავით საქართველოს მოქალაქეების ხარჯით გადააფრინა. იგივე ხალხი ახლა აპირებს, რომ რიგითი მოქალაქეების შვილებს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა შეუზღუდოს, რადგან უნივერსიტეტების უმრავლესობა სწავლის გასაგრძელებლად 12 წლიან საშუალო განათლებას მოითხოვს, რაც თავის დროზე იყო კიდეც 12 წლიან მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუმცა არ იდარდოთ, რადგან იმ ერთეული ახირებული მშობლისთვის, რომელსაც ქართული ოცნების მიერ აღორძინებული ქართული აკადემიის ნაცვლად შვილის საზღვარგარეთ გაგზავნა ურჩევნია, ივანიშვილის რეჟიმს იდეალური გამოსავალი აქვს მოფიქრებული. ნებისმიერ ახალგაზრდას მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან დახუროს საზღვარგარეთ მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძელოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე. დიახ, ვისაც შვილისთვის მაინც და მაინც კარგი განათლება გინდათ, კობახიძე გთავაზობთ, საზღვარგარეთ სკოლა მოძებნოთ, ბინა იქირაოთ, ოჯახიანეთ იქ გადასახლდეთ, სამსახური იშოვოთ, ევროპულ ქვეყანაში ერთი წლის ცხოვრების ხარჯები მოაკროვოთ და მე-12 კლასის შვილებს იქ დაამთავრებინოთ. რაც შეეხება იმ რამდენიმე 1000 სტუდენტს, რომელიც ყოველწლიურად პირდაპირ საქართველოდან ახერხებდა დასავლურ უნივერსიტეტში ჩაბარებას და როგორც სწავლების, ისე საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებისთვის გრანტის მოპოვებას, მთავრობა მათ საქართველოში დატოვებს და ფოცსა და ოზურგეთში აღმოცენებულ აკადემიურ ცენტრებში დააბრძენებს. რაც შეეხება ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, აქაც ივანიშვილის რეჟიმი საკმაოდ ორიგინალურ გამოწვევებთან გამკლავებით იწყებს ეგრეთ წოდებულ ამბიციურ რეფორმას. უმაღლესი განათლების პირველ გამოწვევად ივანიშვილის პრემიერმა თბილისში უნივერსიტეტების ჭარბი კონცენტრაცია დაასახელა.
ძალიან ბევრი სტუდენტი ჩამოდეს თბილისში და მათი რეგიონებში გადასროლა უნდა მოხდესო. გეგონება მართლა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს უვარგის ცოდნას რუსთავში მოქცევენ თუ ქუთაისში. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი მთავრობა გეგმავს თითო ქალაქში თითო სახელმწიფო უნივერსიტეტის თითო ფაკულტეტი დატოვოს. რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებისა და ფაკულტეტების სტუდენტები სხვადასხვა ქალაქში ისწავლიან. აქაც რეჟიმი იაფფასიანი манипуляციით ცდილობს პატარა ოთახში უზარმაზარი სპილო მხედველობიდან გამოგრჩეს. თბილისში სტუდენტები პირველ რიგში იმიტომ ჩამოდიან, რომ მხოლოდ აქ არსებობს შედარებით ადეკვატური, თუმცა მაინც არასაკმარისი საგანმანათლებლო სივრცეები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დასაქმების შესაძლებლობები. მსგავსი მასშტაბური და სრულიად უსაფუძვლო რეორგანიზაციის პრაქტიკულ გამოწვევებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც განათლების უვარგის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩვენ მიერ ნახსენებმა აზრის გიგანტმა მარიამ ლაშხმა უნდა განახორციელოს, თანამედროვე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ცენტრალური კონცეფცია ინტერდისციპლინარულობას ეფუძნება. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთმანეთისგან კი არ უნდა დავაშოროთ, პირიქით, მაქსიმალურად უნდა დავაკავშიროთ სხვადასხვა პროგრამებში მიღებული ცოდნისა და კომპეტენციის ერთმანეთში მაქსიმალურად გაზიარების უზრუნველსაყოფად. ამის ნაცვლად რეჟიმი აკადემიური სივრცის დაჩეხვას გეგმავს, არა განათლების დეცენტრალიზების ან რეგიონების განვითარებას, არამედ უნივერსიტეტებზე კონტროლის გამარტივების მიზნით. მსგავსი რეორგანიზება გულისხმობს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების სხვადასხვა მიმართულებები დიდი ალბათობით შეირწყმება და ერთიანი ადმინისტრების ქვეშ მოექცევა, რაც რეჟიმს აკადემიური სივრცის კონტროლს გაუმარტივებს. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც რეჟიმისთვის მრავალი წელია პრობლემას წარმოადგენს, რადგან იქ ზედმეტად თავისუფალი აზრები იწარმოება, სავარაუდოდ დაკარგავს ფაკულტეტების უმრავლესობას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეერწყმება, რაც მისი ავტონომიის ფაქტობრივ გაუქმებას ნიშნავს. ამ აბსურდული რეორგანიზებით უნივერსიტეტებს შორის ისედაც მწირი კონკურენცია კიდევ უფრო შემცირდება და განათლების ხარისხი დასამარდება. ამასთან, დრამატულად შემცირდება უნივერსიტეტებში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა. ცხადია რეჟიმისთვის არასასურველი კადრების ხარჯზე. არაერთი რეალურად პატივსაცემი პროფესორის წინააღმდეგ მრავალთვიანი საჯარო კამპანიის შემდეგ კობახიძემ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ივანიშვილი უნივერსიტეტების საკადრო პოლიტიკაზე კონტროლის დამყარებასაც გეგმავს. სრულ პროფესორებს სათანადო დაფასება არ აქვთ. როცა ნახევარგანაკვეთზე მომუშავე პროფესორები სტუდენტებს სათანადო ცოდნას ვერ გადასცემენო. ეს იმ პროფესორებზეა ლაპარაკი, რომელსაც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად ერთ სამსახურში მუშაობის ფუფუნება არ აქვთ და პროფესიულ საქმიანობასთან ერთად დამატებითი შემოსავლისთვის უნივერსიტეტებში სალექციო კურსებსაც კითხულობენ. უნივერსიტეტში დასაქმების მოქნილობა რეალურად აკადემიურ სივრცეში კვალიფიციური კადრების მიზიდვას უზრუნველყოფს, რაც რასაკვირველია რეჟიმს უნივერსიტეტებზე სრული კონტროლის დამყარებას ურთულებს. სწორედ ამიტომ რეჟიმმა გადაწყვიტა სრულ პროფესორებს 10,000 ლარამდე გაუზრდოს ხელფასი. რამდენიმე სალექციო კურსის მქონე პროფესორებს კი აკადემიაში დარჩენის სტიმული მოუსპოს. და გინდა გითხრათ, ვინ იქნებიან ეს სრული პროფესორები, რომლებიც დანარჩენ პროფესორ-მასწავლებლებს ასისტენტებად და სემინარისტებად დაისვამენ? ბატონ როინ, სალამი, როგორ ბრძანდებით? მე აკამამაცაშვილი გიკავშირდებით პრემიერის აპარატის მრჩეველი. ასეთი თხოვნა გვაქვს, რომ ბატონ ირაკლის, ესე იგი აკადემიკოსის სტატუსი რომ მივანიჭოთ. ესე იგი შეგიძლიათ ყველა დონეზე მათ გადასცეთ, რომ აკადემია უპირობოდ არის მთავრობის და ხელისუფლების გვერდი. სახელმწიფო უნივერსიტეტების სრულად დამორჩილებასთან ერთად, ივანიშვილი ხელახლა დაუბრუნდა არასასურველი კერძო უნივერსიტეტების სახელმწიფო კონტროლის გზით ჩამოშორების მცდელობას. ის, რაც ჯერ კიდევ 2013 წელს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის შეჩერებით სცადა, ახლა ხელახალი შემართებით უნდა ამოქმედოს. ტექნიკური უნივერსიტეტის დირექტორს უკვე შეატანინეს განაცხადი საქართველოს უნივერსიტეტის ქონების და გასული წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლების სრულად მისი უნივერსიტეტისთვის გადაცემის მოთხოვნით. რაც აღსრულების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტის დახურვას ნიშნავს. საიდან იწყება თქვენი წარმატების ისტორია? საქართველოს უნივერსიტეტიდან. სავარაუდოდ იგივეს უნდა ველოდოთ სხვა კერძო უნივერსიტეტების მიმართაც, რომლებიც სწავლების ნაცვლად პროსამთავრობო პოლიტიკური ინდოქტრინაციის კერებად გარდაქმნაზე უარს ამბობენ, რომ შევაჯამოთ, ივანიშვილის რეჟიმის მიერ წარდგენილი ხედვა არაფერია თუ არა აკადემიის ტოტალურად დამორჩილების, დაჩლუნგების და დასავლური სივრცისგან სრულად ჩამოშორების მცდელობა, რაც უნივერსიტეტებს თავისუფალი აზრის, მსჯელობის, ცოდნის გაზიარების ნაცვლად რეჟიმის პოლიტიკური კონტროლის ფილიალებად აქცევს. დასავლური განათლების გარეშე დატოვებული ახალგაზრდები კი ქართულ უნივერსიტეტებშიც გაცილებით უხარისხო განათლებას მიიღებენ. ქვეყანაში სადაც მთელი სახელმწიფო 1 მილიარდერის და მისი ძალაუფლების სამსახურშია ჩამდგარი, ქართველი მოსწავლეების ინტერესებისთვის არავინ იზრუნებს. ერთადერთი გზა, რომლითაც თაობებს გონებრივი გადაგვარების ამ ამბიციური გეგმისგან მიხსნით, წინააღმდეგობისა და პროტესტის იქამდე გაგრძელება და გაფართოებაა, სანამ ეს რეჟიმი ჩამოიშლება და საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლებას დავიბრუნებთ. ეს უნდა იყოს დღეს ყველა მოქალაქის მთავარი საზრუნავი.